მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან დიდ იდეაზე. იდეაზე, რომელმაც ფაქტობრივად დაანაწევრა მთელი კონტინენტი, შეარყია უზარმაზარი იმპერიები და სამუდამოდ შეცვალა დასავლური სამყარო. დიახ, ეს პროტესტანტული რეფორმაციის ამბავია. მოდი, პირდაპირ მთავარი კითხვით დავიწყოთ. კითხვით, რომელიც ისტორიკოსებს საუკუნეები აწუხებთ. როგორ მოხდა, რომ ერთიანი მონოლითური ქრისტიანული ევროპა უბრალოდ დაიშალა? სანამ უშუალოდ განხეთქილებაზე გადავალთ, ერთი წამით წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ერთადერთი ინსტიტუტი აკონტროლებდა ყველაფერს, არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებას, არამედ პოლიტიკას, კულტურას, ყოველდღიურობას. ეს იყო კათოლიკური ეკლესიის ეპოქა. აი, წარმოიდგინეთ, 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპას ჰქონდა ერთი უპირობო ცენტრი, რომის კათოლიკური ეკლესია. ის ყვეტდა ყველაფერს, ვინ იქნებოდა მეფე და როგორ უნდა მოენათლათ უბრალო გლეხის შვილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ერთი შეხედვით მონოლითური ფასადის მიღმა სერიოზული პრობლემები იმალებოდა. ხალხი უკვე ხმამაღლა კითხულობდა, საიდან ჰქონდა ეკლესიას ამხელა სიმდიდრე და ძალაუფლება. ბევრს აღიზიანებდა ინდულგენციების გაყიდვა, ანუ ფულით ცოდვების მიტევების ყიდვა. ამ ყველაფერს კი ემატებოდა ის, რომ ევროპაში ერები იღვიძებდნენ და რომის ასეთი ტოტალური კონტროლი მათთვის უკვე მიუღებელი ხდებოდა. და აი, სწორედ ამ დაძაბულობის ფონზე სცენაზე გამოდის ერთი ადამიანი, კაცი, რომლის სიტყვებიც გახდა ნაპერწკალი, რომელმაც მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა. ეს კაცი არ ყოფილა არც მეფე, არც იმპერატორი. ის იყო უბრალო გერმანელი ბერი, მარტინ ლუთერი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ეკლესიამ თავის ნამდვილ მისიას უღალატა. და აი, აქ არის ყველაზე მთავარი. ლუთერი ხომ უბრალოდ არ აკრიტიკებდა. არა, მისი იდეა რევოლუციური იყო. ის ამბობდა, რომ ადამიანს ხსნისთვის შუამავალი, ანუ პაპი და ეკლესია, საერთოდ არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ შენი პირადი გულწრფელი რწმენა და ბიბლია, როგორც ერთადერთი ავტორიტეტი. რაც მართლა გასაოცარია, ისაა თუ რა სისწრაფით მოედო ეს ერთი კაცის პროტესტი მთელ კონტინენტს, აი პირდაპირ ტყის ხანძარივით. აი შეხედეთ ამ ქრონოლოგიას, ყველაფერი რამხელა სისწრაფით ხდება. როგორ მოხდა ეს? როგორ გავრცელდა იდეა ასე სწრაფად? პასუხი ერთია. ახალი ტექნოლოგია. დიახ, ბეჭდვითი საქმე. გუთენბერგის გამოგონებამ ლუთერის იდეები და რაც მთავარია, ხალხის ენაზე ნათარგმნი ბიბლია მთელ ევროპაში ხელმისაწვდომი გახადა. ეს მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო. მაგრამ იცით რა არის საინტერესო? შედეგად ჩვენ არ მიგვიღია ერთი ახალი ერთიანი პროტესტანტული ეკლესია. პირითით, რეფორმაციამ წარმოშვა უამრავი სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული რელიგიური მიმდინარეობა. სწრაფადვე გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება. პირველი, რა თქმა უნდა, ლუთერანიზმია გერმანიასა და სკანდინავიაში. შემდეგ მოდის კალვინიზმი შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და შოტლანდიაში. და რა თქმა უნდა, ანგლიკანური ეკლესია ინგლისში, რომელიც უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო, ვიდრე წმინდა რელიგიურის. და ამ დიდი ეკლესიების გარდა გაჩნდა უამრავი სხვა უფრო პატარა ჯგუფიც, მაგალითად ჰუგენოტები საფრანგეთში ან პურიტანები ინგლისში. თითოეული მათგანი ცდილობდა რწმენა თავისებურად განეწმინდა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად დანაწევრდა, აი ფაქტობრივად დაიშალა ერთიანი ქრისტიანული სამყარო. ასე რომ საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? ერთიანი რწმენის იდეა დაიმსხვრა. მის ადგილას კი გაჩნდა რელიგიური მრავალფეროვნების, მაგრამ სამწუხაროდ ამავე დროს სასტიკი კონფლიქტების ეპოქა. და მაინც რა დაგვიტოვა ამ ყველაფერმა დღეს? ეს ხომ მხოლოდ ეკლესიების ისტორია არა. ეს არის საფუძველი იმისა, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით ინდივიდუალურ თავისუფლებას, სინდისის თავისუფლებას, სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნას. როცა დღეს ჩვენ პირად რწმენაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში იმ 500 წლის წინ დაწყებული დებატების ნაწილი ვართ. ასე რომ, მთავარი კითხვა ალბათ ეს არის, როგორ აგრძელებს ეს 500 წლის წინანდელი განხეთქილება ჩვენი დღევანდელი სამყაროს ფორმირებას.